დღეს პაციენტს ჩაუტარეთ 55 წლის მამაკაცს პულსული ველით აბლაცია. პაციენტს ჰქონდა წინაგულების ფიბრილაცია და გამოვიყენეთ ეს ახალი ტექნოლოგია. აქამდე ჩვენ ვიყენებდით რადიოსიხშირულ აბლაციას, რომელიც გულისხმობდა მაღალი ტემპერატურით ზემოქმედებას არითმოგენულ ზონაზე. ასევე ვიყენებდით კრიოაბლაციას, რომელიც მოიცავს დაბალი ტემპერატურით ზემოქმედებას არითმოგენულ ზონაზე. ახლა კი გვაქვს პულსული ველით აბლაცია, PFA ინგლისურ ლიტერატურაში, რომლითაც ზემოქმედებას ვახდენთ ისე, რომ ესეთი მსგავსი თერმული ეფექტი მოყინვისა და მოწვის არ არის, არ ვეხებით გარდა არითმოგენული ზონისა გარშემო ქსოვილებს და შესაბამისად ითვლება უფრო უსაფრთხოდ ვიდრე წინა ტექნოლოგიები. საკმაოდ ისეთი დამყოლი კათეტერია, რომელსაც ვათავსებთ ფილტვის ვენაში და გავაკეთებთ ზემოქმედებას. იმისთვის რომ არითმოგენული ზონა აღმოფხვრა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, საკმაოდ სწრაფადაც, პაციენტი კარგად გრძნობს თავს.